საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა და მის მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოში ყოველწლიურად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. შესაბამისად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯების საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისთვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენლობისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის და სხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა შესაბამისი კითხვები დაუსვა მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს. გაფრთხილებულები იქნებიან მძღოლები, უფრო მიზანდასახულად იმოძრავებენ, აღარ ექნებათ ამდენი ის, რომ შიში ექნებათ რაღაცა, მაგრამ ახლა ძალიან რომ დაახშონ, ხალხი არც ეს არის კარგი და იქნებ რაღაცნაირად ისეთნაირი ის შეიმუშავონ, რომ შუალედური დაჟადობა ეს პირდაპირ მიმართულია ხალხზე, ხალხი ჯიბეს და ამ გასაცდოებულ ხალხს ასეთნაირად კიდე აღარ უნდა ფეხის დაწოლა. ვის დამღვევია მაინც დაარღვევს. ანუ არ იქნება შემოკავებელი. ახლა ბევრი სიმთვრალეზე და სარიკავებს თავს არ ერიდება, მაინც როცა შვებაშია გადასული ადამიანს. დამღვევი დაარღვევს მაინც. იქნება წესრიგი ისწავლო და ნორმალურად იარო. მოდელის მოძრაობა და წესრიგი უნდა თვითონ რეისაც თავის ის წესები. სავალდებულოა ის არ უნდა დაარღვია. 82 წლიდან მუშაობ მანქანაზე. კანონმორჩილი ვარ. უნდა იარო შვილობიანად არ უნდა დაარღვიოს.